მოგესალმებით ძვირფასო აბრეშუმის ტელემაყურებლებო. ტრადიციულად დღევანდელი შეიძლება ითქვას მოულოდნელი ესეთი შეშლილი სამყარო. ისევ ჩვენი თავად ლევან ლორთქიფანიძის თამადობით და თქვენი მონამორჩილი გლეხის ოზან შამათავას მერიქიფეობით შედგება. მაგრამ თემატურად რა ვიცი, მე დიდი ხანია მართალი გითხრა ესეთ უცნაურ თემასთან არ მქონია შეხება, იმიტომ რომ სულ მაინტერესებდა ყოველთვის, მაგრამ შეხება ესე რომ მასალებით გაცნობოდი არ მქონია. ლაპარაკი არის რამოდენიმე გენიალურ, აი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ლიტერატორზე, გენიალურ მწერალზე, ზოგ შემთხვევაში პოეტური ქარაგმებით მოსეირნეცკი არის ზოგიერთი მათგანი, მაგრამ მათ ნევროტულ ბუნებას. დიახ. მაგალითად, პირველი ჩვენი ასე ვთქვათ, სალაპარაკო სტუმარი არის გენიალური ბილინგვა მწერალი, შეიძლება ითქვას, და ბინაცი. ანუ როგორც ველიკაროსი, ასევე მალაროსი. ეს არის ნიკოლოზ ვასილიძე გოგოლი. მაღალი გონი შეშლილობის მეზობელია. ზღვარი მათ შორის არ არის მყარიო. წერდა მე-17 საუკუნის უდიდესთაგანი ინგლისელი პოეტი და დრამატურგი ჯონ დრაიდენი. მოდი და ნუენდობე ახლა კაცს, რომლის სახელით ეპოქას უწოდეს ბრიტანულ ლიტერატურაში. აი ამ ფორმულაში ნამდვილად ჯდება ჩვენი დღევანდელი პირველი გმირია რა, რომელიც წერდა ღმერთო ჩემო, რას მიშვებია? ცივ წყალს მასხამენ თავზე. თითქოს ვერ მხედავენ არ ესმით ჩემი. რა დაუშავენ, რისთვის მტანჯავენ. მეტი აღარ შემიძლია. მიშველეთ, წამიყვანეთ აქეთა. მომეცით ეტლი. შემოცხენებო გამაქროლეთ ამ ქვეყნიდან. შორს რომ აღარ ჩანდეს აღარაფერი. დედიკო იხსენი შენი საბრალო შვილი და ჩაიგარი გულში. მისთვის ამ ქვეყნად ადგილი არ მოიცებნება. მას ყველას დევნის. ეს არის ნაწყვეტი მისი ნაწარმოებიდან შეშლილის წერილები, რომელიც ბევრი მკვლევარის აზრით იყო მისი ერთგვარი ავტობიოგრაფია და მისი ახდენილი წინასწარმეტყველება ფაქტობრივად. მისი გარდაცვალების შემდეგ, სხვათა შორის, მის ნაწერებში აღმოჩინეს შავი ვარიანტი ამ ნაწარმოების და აღმოჩნდა, რომ სათაურში შეშლილის შემდეგ კიდე ერთი სიტყვა ეწერა, რომელიც მერე თითქოს გადაუშლია. თითქოს რა გადაშალა მწერალმა. მთელი კვლევები ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ ეს სიტყვა არის წამებული. ანუ თავიდან ამ ნაწარმოებს მან დაარქვა შეშლილი წამებულის წერილები. დღემდე დაობენ მკვლევარები, იყო თუ არა ის შეშლილი, თუ ეს მისი ქცევა, ვთქვათ, ეს ნაწარმოებები, პირქუში ნაწარმოებები იყო მისი დაავადების, მწვავე დეპრესიის ბრალი. მოკლედ, ჩვენ მოგვითხრობთ მის ისტორიას და თქვენ გადაწყვეტეთ, იყო ის შეშლილი, თუ ის იყო წამებული უბრალოდ ადამიანი, რომელიც ამ საზოგადოებას ვერ შეეგო. მე ყველასთვის გამოცანად დავრჩები. ვერავინ შეძლებს ბოლომდე ჩემს ამოხსნას. ისის გაურკვეველია დღემდე კონკრეტულად რა მიმსხვერპლა ეს ადამიანი. ეს იყო შეშლილობის ბრალი, ეს იყო სიმსივნის ბრალი. არის ვერსია რომ მოწამლეს საერთოდ. როგორც კი დაიბადა თურმე ნიკოლაი, მაშინვე მწვავე დიაგნოზი, ძალიან ცუდი დიაგნოზი დაუსვეს, რომ სუსტია ბავშვი დიდხანს ვერ იცოცხლებსო და დედამის თურმე შეუვედრებია მისი სიცოცხლე წმინდა ნიკოლოზისთვის, მირონლუგიის ეპისკოპოსისთვის და მისი სახელიც ამიტომ დაარქვა. და ავატყოფილები ჩაგერთვები, მაგრამ დიახ, ესეც პარადოქსული ამბავია, რომ მაინც დიდხანს არ იცოს. 42 წლის რაღაც ხო. პრაქტიკულად დღევანდელი წარმოდგენი ახალგაზრდა კაცი. და დაავადებები, ესე იგი, იმდენი ჰქონდა ჩვილობიდანვე, მას დაემართა, ესე იგი, ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი, მერე მწვავე ოტიტი, კუნთრუშა, ქონიკული და სულგაციებული იყო საბრალო, კუჭის პრობლემები, ჰემოროიდული, ვთქვათ, რაღაცა წუხილები
მერე უკვე მანიაკალური ფსიქოზი დაერთო ამას, მაგრამ ეს უფრო მოგვიანებით. 8 დედმამიშვილი ყავდა მას გოგოს, აქედან ყველა ბიჭი რატომაც გარდაიცვალა და გადარჩნენ მარტო გოგონები. გოგოლის დაბადებამდე 2 ბავშვი ყავდათ უკვე დაუპული მის მშობლებს, რაც შეეხება შეშლილებას, შეშლილები გვარში გვარიანად ყავდა. იმიტომ რომ მისი დეიდა მაგალითად თმის ჩვენას მკურდავლობდაო გამდნარი სანთელს თურმე ისვამდა თავზე. და საერთოდ ქცევები ცოტა უცნაური ჰქონია. მამამისი ხელმოცარული და შეუმდგარი მსახიობი და მწერალი ამტკიცებდა რომ მე 14 წლის ასაკშიო სიზმარში ვნახე ჩემი საბედოო და მეორე დღესო ჩვილი ბავშვი დავინახეო და ამოვიცანიო ამ ჩვილ ბავშვი ჩემი საბედოო და 14 წლის მოგრეთ მაშინ დავნიშნეო და 14 წლის მერე ცოლად მოვიყვანო. ეს ქალბატონიც ანუ გოგოლის დედა ასევე უჩვეულო ხალი იყო. ზღაპრების ნაცვლად ბავშვებს ღამით თურმე უყვებოდა რაღაც კოშმარულ ისტორიებს, რომელიც დიდი ალბათობით დაედო საფუძვლად ხუტორს დიკანის მახლობლად. გარდა ამისა, რატომღაც ერთადერთ ვაჟს ვერ არჩევდა ქალიშვილებისგან, ჭრაკერვას და ქსოვას ასწავლიდა. რაც მე მოეწონა გოგოს და ცხოვრების ბოლომდე ის ქსოვდა თურმე და არის ეგეთი მოგონება პაგოდინი იყო ესეთი მწერალი, ის წერს რომ მე მასთან ვიყავი მდგმურათო და ერთხელ თხოვეო რამე მომიქსოვეო გოგოსო და ისე გაბრაზდაო რომ მოკლედ საშიში გახდაო რა და საღიბათო და ამასთან ერთად არასოდეს მას ეჭვი არ ეპარებოდა დედას თურმე მის გენიალურობაში და მეზობებს არწმუნებდა მეზობლებს რომ კინიგზაო და ორთქლის მანქანა ამისი მოგონილიაო და მშობლებიც ცოტა უცნაური ყოლია მას. რაც შეეხება პერსონაჟებს, აი ჩვენ ვახსენეთ ძალიან ბევრი შეშლილი პერსონაჟია მის ნაწარმოებებში. ხო, ეს შეშლილის წერილები ვახსენეთ პოპრიშინი, რომელსაც ესპანეთის მეფე გონია თავისთავად. ჩარტკოვი პორტრეტში, რომელიც შეისყიდის ჯერ სხვა მხატვრების ნახატებს, ანადგურებს მათ და მერე თვითონაც შეიშლება ამ პორტრეტის გადამკიდე და რა თქმა უნდა აკაკევიჩ ბაშმაჩკინი, რომლის აჩრდილის გარდაცვალების მერე დარბის, დაქრის პეტერბურგში და ეძებს თავის შინელს და ართმევს ამ შინელს. ოშოს ეხა შენ ბრძანე ისე დელიკატურად რაღაც, თორე პრინციპში თუ ჩათვლი რომ ეს არის მე-19 საუკუნის რეალურად სადღაც შუა სეგმენტი. ძალიან თანამედროვე მწერალი. დღემდე. ხო, დღემდე საოცარი თავისი ურთიერთობით და პერსონაჟების დახასიათებით პატარა ადამიანის ტრაგედია როგორც ესეთი თემატურად. ძალიან ესეთი კინემატოგრაფიული და მე რო ვფიქრდები პრინციპში აი დასავლური კინო ბევრი სხვა რამ ამ გზად გაუყვა ნეორეალიზმი ფაქტობრივად ხო პატარა ადამიანის ტრაგედია ხო ტრაგედიებით თავისი ურთიერთობით თავის ხო ძალიან უცნაურია რომ არ იყოს მართლა ესეთი ტრაგედია. მისი დებიუტი ლიტერატურული შედგა ალოვის ფსევდონიმით, დაწერა მან პოემა განც გუხელგარტენი, რომელიც მაშინო კრიტიკის ქარცელში გაატარეს თურმე და მეტიც ერთ-ერთმა კრიტიკოსმა ურჩია რომ მოდი შენ უღარ დაწერო და დაინდე კითხველიო და ამ რჩევას დაყვა როგორც ჩანს გოგოლი თუ რამე იყო გაყიდვაში დარჩენილი ეს ნაწარმოები ყველა ეგზემპლარი მან შეისყიდა და გაანადგურა. 30 წამდე დაწერა ყველა პრინციპში თავისი მნიშვნელოვანი ნაწარმოები რა რევიზორიც, ცხვირიც, პორტრეტიც, ასე შემდეგ შინელის და ასე შემდეგ ასე. მკვდარი სულები ვახსენეთ. მკვდარი სულების წერა მან დაიწყო 26 წლის ასაკში და 33-ისამ დაასრულა. არის ეგეთი ლეგენდა თუ სინამდვილე კაცმა არ იცის რომ ეს პუშკინმა უკარნახა მას ამის სიუჟეტი ისევე როგორც რევიზორისაცო, ნუ კაცმა არ იცის, მაგრამ არის ასეთი ვერსიაც რომ კი არ აჩუქაო ეს იდეები. გოგოლმა მიისაკუთრა, ანუ პუშკინმა მოუღო მას რომ ამის დაწერას ვაპირებო და გოგოლმა დაასწრო, ასე ვთქვათ. თავიდანო ესეც ლეგენდაა პრინციპში აპირებდა ის სამწიგნად გამოცემას ამ თხზულების დაწერა პირველი ნაწილი რაც ყველამ ვიცით მეორე ნაწილის რამოდენიმე ვერსია დაწერა და გაანადგურა მერე მესამე აღარ დასწალდა იმიტომ რომ ავად გახდა
მეგობრები მას ბევრი არ ყავდა. და ვინც ყავდა ბავშვობის, ყველა წერს, სხვა შორის იგონებს, რომ ის იყო გულჩათხრობილი, თავისებური ახალგაზრდა, ჰქონდა ფენომენალური მეხსიერებაო და ძალიან სპეციფიური რომლის გზნობაო. მაგრამ როგორც შეშლის, მას არავინ არ იხსენიებს მაშინ. ეს მაშინ, როცა მისი ბიოგრაფები წერენ, რომ 5 წლის ასაკში იყო კატა დაარჩა. და მე მამას აუხსნა, რომ მე შემაშინ ამ გადამოდა ტბაში, ამიტომ დავახშერო. ჰქონდა ესეთი ჩვევა, როდესაც მიდიოდა გზაზე ამ ქუჩაში, სულ იკავდა მარცხენა მხარეს და ვინმე რო შეხვედროდა, გვერდს არ უქცევდა. ჯიქურ მიდიოდა წინ და აი დაჯდებოდა სკამში და იძინებდა. სხვა ფორმით ტრადიციულად რომ მიდიხარ სახში და კაი მუთაკას ამბალის ამოიდებდა, ეს არ იძინებდა. ამბობენ, რომ ეს იყო ჰემოროიდული პრობლემების გამო, ფეხზე დგომელა წერდა. ხო, ფეხზე იდგა და ხო, ისე წერდა და ჩვევა ქონია კიდე ესეთი, რომ ესე იგი მაგიდაზეო ნაფხვენებს პოულობდა უპულისო. და აწებებდაო და ამგვალებდაო და ამ ბურთულებს მე ესე ისროდაო და თან მაგიდაზე და თან წერდაო და ერთგვარი ასოციაცია გამიჩნდა ეს ამბავი როცა გავიგე ამადეუსიდან ამადეუსში არის ეპიზოდი ტომ ხალსის პერსონაჟი მოცარტი როგორ თხზავს თავის ნაწარმოებს ბილიარდის მაგიდაზე ბურთს ესე ისვრის და ის მე ბრუნდება და თავიდან და ასე შემდეგ მაგრამ აი პურის ბურთულების თავგადასავლელი ამით არ თავდება გოგოლის შემთხვევაში საღამოობით ვახშმობისას თურმე ცდილობდა რომ თავისი ოჯახის წევრებისთვის ჩაეყარა ეს პურის ისინი ხო რაღაცა მათ წვნიანში ასევე გაურბოდა ის ხალხმრავალ თავყრილობებს ყოფილა თურმე რომ მისულა სტუმრად დაუნახე ბევრი ხალხი და გამოგცეულა უკან და ძალიან ეშინოდა რომ მას ცოცხლად დამარხავდნენ აი ეს იყო საოცარი ფობია მისი დეტალია ეს ფობია ძალიან ბევრს უწერია ეს რა სხვათა შორის რომ ყველას ესე იგი ეუბნებოდა თურმე რომ თუ თქვენ იქ იყავით როდესაც მე მოვკვდიო ხო არ დამასაფლავთ სამდე ხწნას არ დაიწყებს ჩემი სხეული რომ ემანდ ცოცხალი არ აღმოჩნდა მე უბოშიო რაც პრინციპში მე ამას დაუბრუნდებით ამ ამბავს რა ხო ისტორიას პირველი ეს ნერვული შემოტევები მას დაემართა 25 წლის ასაკში 1834 წელს სადღაც და როგორც თავად წერს თითქმის წელიწადია დეპრესიის და მელანქოლიის შემოტევების გრძნობა ხშირად ნახევრად მძინარე მდგომარეობაში ვარდები გონება მიბნელდება და უარს აცხადებს მოქმედებაზე. ცალკე და განსაკუთრებული აღნიშნვის ღირსია მისი ურთიერთობა დედრობით სქესთან. არსებობს ორი წერილი, დედას წერს, რომ პირველში წერს, რომ ესე იგი მომხიბვლელი ქალბატონი გავიცანიო. შემიყვარდაო და მასაც შეუყვარდიო და ჩვენ მოკლედ დავახლოვდითო და მეორე წერილი, რომელიც წერილი მალევე მოსდევს პირველს, წერს, რომ მოკლედ ამ ქალმა მე მიმატოვაო და რაღაც დაავადება მაქვს. ну გასაგებია რასაც მიანიშნებს თითქოს და სასწრაფოდ ფული გამომიზნული მკურნალობა რომ დავიწყო ხო და მისი ბიოგრაფები წერენ რომ ეს არც ერთი ეს ისტორია არ იყო მართალი რადგან ფაქტობრივად გოგოლს ამ დედრობით სქესთან ინტიმური ურთიერთობები ну შეიძლება ითქვას რომ არც ჰქონდა რა ყოველ შემთხვევაში არავინ არ წერს ამას რომ რამე თავგადასავალი მსგავსი მას ჰქონდა და ეს წერილებიც იყო რომ ფული გამოეტყუა დედამისისთვის დაეცინცლა თანხები, მეტი თანხები ვიდრე ტოვე უჭირდა ძალიან რა ამ პერიოდში. თავადაც წერდა ამაზე სხვათა შორის რომ მეო არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებს ქალებთან ინტიმური ურთიერთობები და საერთოდ არც ამის მოწონილება არ მაქვს და ამიტომაც როგორც ჩანს არ დაქორწინებულა არასოდეს რასაც ნაწილი მისი მკვლევარებით იმითი ამართლებენ რომ ის იყო ძალიან რელიგიური ადამიანი, ხოლო მეორე ნაწილი მკვლევარების გასაგებია რა ვერსიებსაც ავითარებს ამ შემთხვევაში. თუმცა აქვე უნდა ვახსენოთ ორი ქალბატონი. ერთი არის ალექსანდრა როსეტი, რომელიც იყო საიმპერატორო კარის ფრეილინა და ესე იგი მაშინდელი რუსეთის ლიტერატურული ბომბონდის უძილო ღამეების მიზეზი. მშვენიერი ქალბატონი ყოფილა რომელთანაც გოგოლი მეგობრობდა და აი ამ მეგობრობის ჩარჩოებს არ ცდებოდა მათი ურთიერთობა ესე წერენ. ერთხელ თურმე ამ ქალბატონს უკითხია მისთვის ხო არ მეჩვენებაო რომ შეგიყვარდიო. წამოყვტარა თურმე გოგოლი მიუტოვებია ეს ქალბატონი და გაქცეულა ოთახით. და მე როცა შეურიგდა როდის
როდესაც უკვე ეს ხალბატონი გათხოვდა და მის ქმართან დაიწყო მეგობრობა, მათთან მიდიოდა სტუმრად, კალუგაში ცხოვრობდნენ ისინი და იქ დაიწყო მკვდარი სულების მეორე ნაწილის წერა. და მეორე ხალბატონი იყო ესეთი კიდე ეკატერინე ხამიაკოვა, მისი მეგობრის მეუღლე, 7 შვილის დედა. მერვე ბავშვი იყო ფეხბურთელად, როცა ტიფით გარდაიცვალა ეს ხალბატონი და ეს იყო სერიოზული დარტყმა, თურმე ძალიან მძიმე დარტყმა გოგოლისთვის. ამ დროს ის ცხოვრობდა გრაფ ტოლსტოისთან სახლში. საერთოდ მუდმივი საცხოვრებელი მას არ ქონია, ხო? ესეთი რაღაცა დეტალია თითქოს, მაგრამ ხო, თითქოს ამ საზოგადოებისთვის უცხო იყო ყველა. იქ რასაც შემძანებ, ერთი ხალიო ალექსანდრა სმირნოვა როსეტა იყო ამავ დროს გარდასხვისი და ვიღაცეებისა ლერმონტოვის მუზაწყობი. პუშკინის, ლერმონტოვის, ჟუკოვსკის, ვიაზემსკის, საერთოდ ფაშნელი პოეზია, ესე იგი უეთყოდა სრულად ეთყობა როგორც ჩანს ამ ხალხს, ხო? და მოკლედ აი ტოლსტოისთან ცხოვრობს ბოლო 5 წელი ცხოვრობდა ის ტოლსტოისთან, გოგოლი, მისი მდგმური იყო. და აი იგებს მოკლედ ხამიაკოვას სიკვდილის შესახებ სერიოზულად არის დათქმული და ამ დროს მოდის ტოლსტოისთან სტუმრად სასულიერო პირი ესეთი დეკანოზი მათე კონსტანტინოვსკი, რომელსაც წლების განმავლობაში ძალიან რთული ურთიერთობა ჰქონდა თურმე გოგოლთან. ძირითადად დაობდნენ ისინი და მათი კონფლიქტის მიზეზი იყო პუშკინი, რომელსაც აღმერთებდა გოგოლი. ხოლო მათე კონსტანტინოვსკი თვლიდა, რომ ის არის მოკლედ ეკლესიის მტერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ფაქტობრივად დემონი. და მოითხოვდა მამა მათე მისგან, რომ ყველანაირი ურთიერთობა უნდა გაეწყვიტა პუშკინთან და დაეგამო მოკლედ ის როგორც შემოქმედი. რაზეც როგორც ჩანს გოგოლი არ თანხმდებოდა. მოკლედ შეხვდნენ ისინი ერთმანეთს ტოლსტოისთან სახლში და გოგოლმა თხოვა და გოგოლი მართლა რელიგიური ადამიანი იყო. თხოვა რომ აი მე დავასრულე ახლა მეორე ნაწილიო მკვდარი სულების და ეგრე წაიკითხო, უარი განაცხადა თურმე ამ სასულიერო პირმა, მერე დაიყოლია რაღაცნაირად გოგოლმა და წაიკითხა და აღმოჩნდა ერთადერთი კაცი ეს სასულიერო პირი მათე კონსტანტინოვსკი, რომელმაც სრული ვერსია წაიკითხა ამ ნაწარმოების. თავიდან ბოლომდე. ხო, თავიდან ბოლომდე. აღშფოთდა თურმე. აღშფოთდა. ესო რა დაწერიო? ეს არის სულისთვის მავნებელიო. ეს ნაწარმოები და სასტრაფოდ გაანადგურიო, უთხრა. ის ანებებს თავს წერას ამ პერიოდში და როგორც მისი ახლობლები წერენ მოგონებებში, ის იკეტება ოთახში და იწყებს ლოცვას. რამოდენიმე დღეს არ გამოდის ოთახიდან და როგორც მერე წერენ, ესე იგი ახლობლებს უთხრაო, რომ აი ლოცვის დროსო მე მესმოდა საიქიოდან ხმებიო, რომლებიც მაუწყებდნენ, რომ მე მალე გარდავიცვლებიო. გვერდიდან არ იშორებს ამ დროს სახარებას. იმაზე მეც ვერაფერს შევთხსავ, რაც უკვე წერია სახარებაში. რამდენჯერ უარყო ის კაცობრიობა და რამდენჯერ დაუბრუნდა მას დიდი სინანულით. ის თხოვს ტოლსტოის, რომ ეგებაო ეს მამა მათეს დაწუნებული მკვდარი სულების მეორე ტომი, მეორე წიგნი მიაწვდინო მიტროპოლიტ ფილარეტსო იქ. რაზეც უარს ეუბნება ტოლსტოი და ამის შემდეგ მალევე ის ღამე თურმე ადგა, აიღო ეს ნაწარმოები და შეუკეთა ბუხარს. და მასთან ერთად სხვა ნაწარმოებებიც, არაერთი. ჩავარდა ლოგინად ამ დროს და შიმშილობას იწყებს. ესე იგი საერთოდ არ ჭამს. საერთოდ და საოცარი ტრაგიკული. ვერესაივი წერს ამის შესახებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები, ექიმები, სასულიერო პირები თხოვდნენ, რომ ანუ ამ შიმშილობაზე უარი ეთქვა, ის ჯიუტად განაგრძობდაო, მოკლედ ამ შიმშილობას არ შეწყვიტაო, ის გავდა ადამიანს, რომელმაც უკვე ყველა ამოცანა ამოხსნა. ყველაფერი თქვა და გააკეთა, საგანგაშოდ გამხდარი იყო, თვალები ჩაცვენილი და მზერად ჩამქრალი მიყურებდა, სახეკი საშინად ტანჯვას გამოხატავდა, ახალგაზრდა ექიმი იყო ესეთი ტერენტიევი ის წერს, რომელიც გასასინჯად მივიდა მის გასასინჯად, შეიქმნა კონსილიუმი, რომელმაც დაადგინა სხვა შორის ტოლსტოის, ასე ვთქვათ, ინიციატივით, რომ იძულებით ემკურნალათ გოგოლისთვის, მაგრამ პირველივე დღეს მან უკვე გონი დაკარგა და ხამიაკოვას გარდაცვალებიდან ერთ თვეში, დაახლოებით, ცოტა მეტში,
42 წლის ასაკში ის გარდაიცვალა. და სიკვდილის წინ მან მოითხოვა კიბე. კიბე მოითხოვა, რომ ზემოთ ასასვლელი და ეს ზემოთ რა იყო, მეზობელთან არა, ეს იყო ცაში. და აი აქ ჩნდება უამრავი ვერსია, რამ განაპირობა მისი გარდაცვალება. არის ერთი ვერსია, რომ შეშლილობა სწორედ, მაგრამ არის ასეთი მოგონება ფელდშერ ზაიცევის, რომელიც წერს, რომ გარდაცვალების წინა დღეს მწერალი სრულიად საღვენებაზე იყო, ხუმრობდა, ჩემს შეთქმულ ლექსებს ასწორებდა და შვიდად მესაუბრებოდა სხვადასხვა ყოფით თუ შემოქმედებით საკითხებზე. არის მეორე ვერსია სიმსივნე და ამ ვერსიას ავითარებს ძირითადად მე-19 საუკუნის, მე-20 საუკუნის მიჯნაზე მოღვაწე ონკოლოგი პიოტრ გერცენი, ვის სახელობის შორის ონკოლოგიური ცენტრი მოსკოვში მისი სახელობის არის. და ის წერს, რომ გოგოლიო პანკრეასის კიბომ იმსხვერპლა. მისი სიგამხდრეც ამის ბრალი იყო და უმადობაც. პაციენტი უბრალოდ ვერ იღებდა და ინელებდა საკვებს. ვერ ინელებდა ამ საკვებსო და ამიტომაც შიმშილობდაო. არის ვერსია, რომ ინფექციური დაავადება იმსხვერპლა, იმიტომ რომ რა ხდება 1852 წელს გარდაიცვალა გოგოლის და ხამიაკოვის და ტიფი მძუნვარებდა იმ პერიოდში რუსეთში და რა გასაკვირია რომ თქვა ტიფს მოესწრაფა იმ პერიოდში ხო რა და ნუ შეიძლება ამასაც ემსხვერპლაო ამ თუ სხვა მიზეზით ის უბრალოდ აი ესე ახალგაზრდა გარდაიცვალა და საფლავეს ის დანილოვის მონასტერში 1930-იან წლებში 31-ში დახურეს დანილოვის მონასტერი და გადაწყვეტეს იქ შეექმნათ კოლონია არასრულწლოვანი კოლონია ხოლო გოგოლის ნეშტი გადმოასვენეს ნოვოდევიჩის სასაფლაოზე და აი ამ ექსჰუმაციის ერთ-ერთი მონაწილე შემდგომში მწერალი ლიდინი მოკლედ იგონებს რომ როდესაც მოკლედ ამოვიღეთ ნეშტიო თავის ქალა მას არ ქონდა მისი მოწაფე ლიდინის ალოხინი წერს რომ ლიდინმა მე ცოტა სხვანაირად მომიღო ეგ ამბავი რომ თავის ქალა იყო მაგრამ ის იყო უცნაურად გადმობრუნებულიო და თითქოს და შიგნებულობა ჰქონდაო გამოღადრული გოგოს რამაც გამოიწვია ესეთი ლეგენდა რომ თითქოს და ის ცოცხალი დამარხეს და აი სწორედ ის რისიც ეშინოდა მას ასე მოხდა სასახლეში უბოში გამოცოცხლა და ნუ მე მოკლედ გაიგუდა თუ როგორც მოხდა რაც მოხდა ამ ასე ვთქვათ პესიმისტურ ჭრილში მისტიკურ მიდიხარ იმ ადგილამდე რომ გინდა გაგვახსენო მეორე გენიალური ადამიანი, მწერალი, ფილოსოფოსი, რომელიც შეიძლება ითქვას არანაკლები, ასე ვთქვათ, ავანტყოფური თუ ნევროტული, თუ ტრაგიკული რაღაცა სცენებით იყო შეპყრობილი. და მწყრალად იყო ღმერთთან. ფრიდრიხ ніცშე თავისი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო და გამორჩეული ფიგურაა, რომლის ფილოსოფია მის სიცოცხლეში არ აღიარეს. სამაგიეროდ მისი გარდაცვალების შემდეგ უდიდესი გავლენა მოახდინა თაობების მსოფლმხედველობაზე. კაცობრიობის კერპებს ამხობდა, საზოგადოებრივი მორალის და რელიგიის წინააღმდეგ ილაშქრებდა და ადამიანებს მოუწოდებდა ხსნის გზა და ძალა მხოლოდ საკუთარ თავში მოენახათ. საინტერესოა თვითონ თუ იპოვა ის, რასაც სხვებს ჩასჩეჩინებდა. არაო, ამბობენ დიდი ფილოსოფოსის ბიოგრაფები და მიუთითებენ ფაქტებზე მისი ცხოვრებიდან. ніცშეს არ ჰყავდა ცოლი, შვილები. მის პირად ცხოვრებას არ შეიძლება ეწოდოს ბედნიერი. რთული ურთიერთობა ჰქონდა დასთან და ზოგადად ქალების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. ის არის ცნობილი ფრაზის ავტორი: თუ ქალთან მიდიხარ, თან მათ რახი წაიღე. მაგრამ მისი ცხოვრების მთავარი ტრაგედია მძიმე ავადმყოფობა იყო, რომელიც მას ახალგაზრდობიდან ტანჯავდა და მოგვიანებით მისი ტრაგიკული სიკვდილის მიზეზი გახდა. ცნობილია, რომ 18 წლიდან მას ძლიერი თავის ტკივილის ტანჯავდა. 30 წლიდან ეს ტკივილი აუტანელი გახდა და თან თითქმის სრული სიბრმავე და უძილობა დაერთო. ფრიდრიხი თავის ტკივილს ქლოროჰიდრატით მკურნალობდა, რაც მის ფსიქიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა. ცნობილია, რომ ცხოვრების ყველაზე რთულ წლებში შექმნა თავისი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები.
1899 წელს ნიცშეს დეპრესიული აშლილობის პირველი შეტევა ჰქონდა, რომელიც შეიძლება ჩვეულებრივ მელანქოლიადაც ჩაითვალოს. 1899 წელს ის სრულ სიგიჟემდე მივიდა და 1900 წლამდე, ანუ გარდაცვალებამდე, დიდ ფილოსოფოს გონება აღარ დაბრუნებია. არსებობს ვერსია, რომ ნიცშე გარდაიცვალა ათაშანგის ბოლო სტადიით, რომელიც მეძავებისგან აიკიდა. ის სავარაუდოდ მათი ხშირი კლიენტი იყო. თუმცა ამის საწინააღმდეგოდ არსებობს ფაქტები, პირველ რიგში ის, რომ ნიცშე განიკურნა დაავადებისგან, ყოველ შემთხვევაში მისი ხილული სიმპტომებისგან და მეორეც ვარაუდობენ, რომ მისი სიგიჟე მემკვიდრეობითი იყო. დიდი ფილოსოფოსის მამაც მსგავსი ავადმყოფობით და იმავე ასაკში გარდაიცვალა და გარკვეული პერიოდის შემდეგ მისი უმცროსი ძმაც. თუმცა ნიცშეს ბიოგრაფიის მკვლევარი რეჯინალდ ჯონ ჰოლინგდეილი ამ ვერსიას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ნიცშეს მამა პასტორი ეპილეფსიით იტანჯებოდა, შემდეგ კი თავის ტრავმის შედეგად მოულოდნელად გარდაიცვალა. ნეიროსიფილისის წინააღმდეგ მესამე არგუმენტი გახლავთ ის, რომ ამ დაავადების ბოლო სტადიაზე თავის ტვინი სრულად იშლება. ავადმყოფს ემართება დამბლა და ჭკუასუსტობა. ნიცშე გარდაცვალებამდე ბეთჰოვენის სონატებს უკრავდა, რითაც თავის მეგობრებს აცვიფრებდა. გარდა ამისა, მისი ბოლო ავადმყოფობის სიმპტომები ბიპოლარული აშლილობის, თავის ტვინის სიმსივნის, ცერებრალური ეპილეფსიისა და დემენციის მსგავსი იყო. მაგრამ არსებობს თანამედროვე ფსიქიატრების კიდევ ერთი ვერსია, რომელიც ამტკიცებს, რომ ნიცშეს შიზოფრენია სჭირდა. ამაზე მიუთითებს მისი იდეები, რომლებიც ხანდახან ეწინააღმდეგება ერთმანეთს. და კიდევ ერთი ვერსია, უბრალოდ შეთქმულების თეორია, რომლის მიხედვითაც ნიცშეს სიკვდილში საეკლესიო პირები მონაწილეობდნენ, რომელთათვისაც ფილოსოფოსი იმ დროს თითქმის მთავარი მტერი იყო და ახლაც მისი გარდაცვალების შემდეგაც მათთვის ზიანის მიყენებას აგრძელებს. ადამიანი ღმერთის უხეში შეცდომაა თუ თავად ღმერთია ადამიანის შეცდომა? თითქოს ნიცშე მკითხველს თვითგანვითარებისკენ მოუწოდებს, თუმცა ამავდროულად საკუთარი ხვედრის მიღება და მასთან ერთად ცხოვრება ღირსეულ გამოწვევად მიაჩნია. მან თავისი ტანჯვა გამოიკვლია, თავის სამსახურში ჩააყენა იგი და აღმოაჩინა, რომ სული განსაცდელებით ძლიერდება. ნიცშემ თავი მსხვერპლად აქცია და სიგიჟეს და ავადმყოფობას დანებდა. თავისი ძალების მილევის ზღვარზე მან დაწერა ნაშრომი, რომელიც თავად კაცობრიობისთვის ყველაზე უმნიშვნელოვანეს და უძლიერეს ქმნილებად მიაჩნდა. ასე იტყოდა ზარატუსტრა. მისი წაკითხვისას ჩნდება გრძნობა, რომ წიგნი თითქოს აღმოსავლელი ბრძენის კალამს ეკუთვნის. ის სავსეა რაღაც გიჟური აღფრთოვანებით და ცხოვრების არაადამიანური ბედნიერების აღქმით და იოლად იპყრობს და აჯადოებს მკითხველს. სიკვდილის წინ, როცა სიგიჟემ მისი გონება საბოლოოდ დაიპყრო, ნიცშე წერდა უცნაურ წერილებს და წარმოთქვამდა გზნებარე, მაგრამ ერთმანეთის გამომრიცხავ ფრაზებს. მღეროდა, ცეკვავდა და აღგზნებული მოძრაობდა. ამბობენ, რომ მისი უკანასკნელი სიტყვები იყო მაინც მაჯობე ნაზარეველო. მისი დის ელიზაბეთ ნიცშეს მეუღლე ბერნარდ ფიორსტერი მგზნებარე ანტისემიტი გახლდათ, რომლის მსოფლ მხედველობასაც დიდი ფილოსოფოსი ყოველთვის ღიად აკრიტიკებდა. მისმა დამაც ქმრის შეხედულებები გაიზიარა, რამაც მასა და ნიცშეს შორის უთანხმოება გამოიწვია. სიცოცხლის ბოლოსკენ უკვე სრულიად შეშლილ ფრიდრიხ ნიცშეს ისუვლიდა. მისმა უმწეობამ ელიზაბეტს საშუალება მისცა საკუთარი შეხედულებებისა მეფრე მოქმედა. მან როგორც რედაქტორმა დამოუკიდებლად გამოაქვეყნა მისი ნაშრომები და მათგან ამოიღო ყველა ეპიზოდი, სადაც ის მასზე ცუდად საუბრობდა. 1920 წელს ელიზაბეტმა მხარი დაუჭირა ნაცისტების იდეებს. პირადად ესაუბრა ადოლფ ჰიტლერს და მას წიგნი ასე იტყოდა ზარატუსტრა გადასცა, რომელიც მომავალმა ფიურერმა ჩემს ბრძოლასთან ერთად საზეიმოდ დააბრძანა ჰინდენბურგის აკლდამაში. შემდეგ კი ეს ნაწარმოები ნაცისტური იდეოლოგიის ერთ-ერთ საყრდენად იქცა, რომელიც თავად ნიცშეს სიცოცხლეში მთელი არსებით სძულდა. ელიზაბეტმა ჰიტლერისგან სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის ჯილდოდ უვადო პრემია მიიღო. ეჭვ გარეშეა, რომ ნაცისტურ ლიდერთან საუბრისას მან ყველაფერი ისე შეცვალა, რომ ნიცშე ნაციონალ-სოციალიზმის იდეოლოგიის წინამორბედად წარმოაჩინა, ხოლო მისი ზეადამიანი თეთრი რასის წარმომადგენელი ყოველმხრივ სრულყოფილ არსებად. მოკლედ, ბედკრული ფილოსოფოსის იდეები
მისგან დამოუკიდებლად არაერთხელ დამახინჯდა და ბოროტის საქმეების საფუძველი გახდა. მაშასე თვირფასო აბრეშუმის ტელემაყურებელო უკვე თქვენ ორი ასე ვთქვათ ჰარმონიული შემოქმედის შეიძლება ითქვას დისჰარმონიულ ბიოგრაფიაზე ვისაუბრეთ. ეს იყო ნიკოლოზ ვასილიძე გოგოლი და ნიცშე ბატონი. მესამე პიროვნება, რომელზეც ლევანმა ამოიჩენა, რომ აუცილებლად რო არ ვილაპარაკო აი ამ მესამე ფრანგზეო, არ შეიძლება რომ ცოტა არ შევამსუბუქოთ რაღაცა ეს განწერული სულისკვეთება. ეს არის ვინმე დემოპასანი, რომელიც ჩემო ბატონო რაღაცნაირად უცნაურად შემოვიდა ამ ლიტერატურულ სივრცეში, თუმცა ტრაგედია მისი ის არის, რომ დაახლოებით გოგოლის ასაკში გარდაიცვალა ისიც 42 წლის. ეგეც რაღაცა ბედისწერაა რა. გი დე მოპასან. ძალიან პროდუქტიული მწერალი. ძალიან ნაყოფიერი. დე მოპასან აი ძალიან. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახშიც რაღაც, მაგრამ აი ესე რაღაცნა დაულაგდა, რომ განსხვავებით გოგოლისგან მოხდა მისი დაავადება სწორედ მისი ავანტიურული და ბუნებიდან გამომდინარე. აი ამ საინტერესო წყარეძე ვჭრიჩენო საინტერესო მონოთხრობს და ალაგერც თავად ლევანთან, რომელიც ამ ტიპის დაავადებებით შეპრობილ ხალხს იცნობს. ნუ ლიტერატურაში გულისხმობ. რა თქმა უნდა. ცხოვრება მთას გავს. სანამ ადიხარ სასახურებ და ბედნიერი ხარ, მაგრამ მიაღწევ თუ არა მწვერვალს დაღმართი იწყება. დაღმართი, რომელიც სიკვდილით მთავრდება. ადიხარ ნელა, ეშვები სწრაფად. წერდა გიდე მოპასანი 1893 წელს თავის პირველ რომანში წუთი სოფელი. მე შემოვიჭერი ლიტერატურაში როგორც მეტეორი და დავტოვებ მას როგორც ელვაო. ნუ ეს მართლაც ასე მოხდა. ის მეტეორივე თავს დაატყდა მე-19 საუკუნის ფრანგულ ლიტერატურას, ხოლო აი ეს აღმასვლა მისი ამ მწვერვალისკენ, ოლიმპისკენ ჩაეტია სულ რაღაც 10 წელიწადში. გზა, რომელიც დასაბამს იღებს პარიზის მახლობლად, სოფელ მედანში, სადაც ცხოვრობდა ემილ ზოლა, უკვე იმ დროისთვის ცნობილი მწერალი და მოკლედ ხშირად მასპინძლობდა ეს კაცი თავის კოლეგებს. ხდებოდნენ, ყავასვამდნენ ხან უფრო მძიმე სასმელებსაც, რა თქმა უნდა, საუბრობდნენ ხელოვნებაზე, ერთმანეთს უზიარებდნენ ჭორებს, ახალ ამბებს, საკუთარ შემოქმედებით გეგმებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ზუსტად არ არის ცნობილი ვის მოვიდა აზრად პირველად, რომ ესე იგი ეს სასიამოვნო დროსტარება თან საქმეთ ექციათ და მაგრამ ფაქტია რომ იქ მოხდა ეს ამბავი, ზოლას სახლში გაიჟღერა ამ იდეამ და ყველა დარჩა ძალიან კმაყოფილი და შედეგად მივიღეთ სწორედ ეს კრებული მედანის საღამოები, რომელმაც გააერთიანა ემილ ზოლასა და კიდე 5 სხვა მისი კოლეგის, ასე ვთქვათ, თითო-თითო თხზულება, თითო-თითო ნოველა. რაც ერთგვარ ლიტერატურულ მოვლენად იქცა მაშინდელ პარიზში, ამ ნაწარმოებებს შორის ერთ-ერთის ავტორი იყო იმ დროისთვის ჯერ ახალბედა, ყველასთვის უცნობი პრინციპში მწერალი გიდე მოპასანი, ხოლო ამ ნაწარმოებებს ერქვა ფუნფულა, ფუნთუშა, ნუ სხვა თარგმანი არის. ხო. მაგრამ ფაქტია, რომ ის არა მარტო ამ კრებულის საუკეთესო ნაწარმოებად აღიარეს, არამედ ცოტა ხანში საერთოდ ფრანგული ლიტერატურის შედევრათაც და აი სრულიად მოულოდნელად ეს ადამიანი, ვისაც არავინ არ იცნობდა ერთი დღით ადრე, უცებ აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში საერთოდ სრულიად საფრანგეთის მკითხველი საზოგადოების. ამბობენ, რომ მის წარმატებაში ლომის წილი მიუძღვის 3 ადამიანს. პირველი ეს იყო დედამისი, რომელმაც ფაქტობრივად მეუღლის გარეშე გაზარდა ეს ბავშვები, შვილები, ვაჟები და რაც თავარია მას ყავდა ძმა, იმედის მომცემი პოეტი ალფრედი.
მეორე ადამიანი ეს იყო ზუსტად ალფრედი, რომლის საუკეთესო მეგობარი იყო გუსტავ ფლობერი და მესამე გენიალური ფრანგი მწერალი და მესამე ადამიანი ეს იყო სწორედ გუსტავ ფლობერი, რომელმაც დაკარგა ნაადრევად მეგობარი ალფრედი და მთელი თავისი ყურადღება ეს ზრუნვა გადაიტანა დიშვილზე, მოკლედ გარდაცვლილი მეგობრის. კიდევ მოპასანს გუსტავ ფლობერი დაეხმარა ფრანკო-პრუსიული ომიდან დაბრუნების შემდეგ ახალგაზრდა კაცს სამსახური დააწყებინა განათლების სამინისტროში, მაგრამ დიდად კმაყოფილი ამით კიდევ მოპასანი როგორც ჩანს არ დარჩა, იმიტომ რომ მერე თავის ტექსტებში სულ ამ განათლების სამინისტროს საპრობილეს ადარებს. ასევე გუსტავ ფლობერბავე უბიძგა მას, რომ ვთქვათ, პროზაში და დრამატურგიაში ეცადა ბედი. ამ დროს თუმცა თავად უნდოდა ძალიან რომ პოეტი გამხდარიყო და დაწერა პოეტური კრებული გამოსცა, რომელმაც გაიზიარა გოგოლის ლიტერატურული დებიუტის ბედი, არავის არ მოეწონა მოკლედ ეს მისი ნაწარმოებები, მაგრამ გოგოლისგან განსხვავებით, მან არ დაწვა თავისი ასე ვთქვათ ცვლილებები. აი ამ პერიოდში, სანამდე არ სწავლობდა ბედი ლიტერატურაში, საოცრად წარმატებული აღმოჩნდა ეს ახალგაზრდა მებრძოლი ჯარისკაცი, მამაცი კაცი სასიყვარულო ფრონტზე. კი. გოგოლისგან განსხვავებით. გოგოლისგან განსხვავებით, ხშირად იცვლის საყვარლებს, ხშირად სტუმრობს შესაბამის დაწესებულებებს. არის წინააღმდეგი ქორწინების და სერიოზული ურთიერთობების და ამბობენ რომ ამის მიზეზი რა იყო რომ ძალიან პატარა იყო როდესაც განქორწინდნენ მისი მშობლები და ეს თითქოს ტრავმად დაიმას ხო აი რას წერს ის ამ თემას მიკვირს როგორ შეიძლება ქალს მამაკაცმა მეტი მნიშვნელობა მიანიჭოს ვიდრე უბრალოდ გართობა ვერავინ გადამარწმუნებს იმაში რომ ერთ ქალს ორი არ სჯობს 2-3 საათი როგორც არ უნდა გიყვარდეს ჩვენი ოპერატორები იგივე აზრს აქვს ხო როგორც არ უნდა გიყვარდეს შეიძლება მხოლოდ კიბორჩხალებით იყვება ეს რა თქმა უნდა შეუძლებელია ამიტომ მე ქალების კოლექციას ვამბობ ზოგს წელიწადში ერთხელ ხვდები ზოგს ორჯერ ზოგს კი როცა თავად ისურვებენ ბევრი არიან მაგრამ მე არც ერთი არ მიყვარსო პარალელურად ბევრს მოგზაურობს გადაცებული იპრობს სიმაღლეებს და თქვა სვანში ეს უყვარდა ძალიან ხო გადაცემა ცურვა და ნაოსნობა იყო მისი ასე ვთქვათ თავარი ესე იგი ჰობი და ერთხელ თურმე გადაარჩინა დახჭობას კაცი და ეს კაცი მე აღმოჩნდა ცნობილი მწერალი არჯენონ სიუბერნი რომელიც თავს იხჩობდა და კიდევ მაინც გადაარჩინა ანუ რას აკეთებს აგროვებს გამოცდილებას ცხოვრების სეულს, რომელსაც მე სწორედ გუსტავ ფლობერის მეთვალყურეობის ქვეშ გადაიტანს ის უკვე ფურცლებს და აღაფრთოვანებს ფაქტობრივად თელს ევროპას, ხო? მაგრამ ამ ფათერაკებს, ამ სასიყვარულო თავგადასავლებს ჰქონდა მეორე უარყოფითი მხარეც. გამოცდილებასთან ერთად ის გამდიდრდა კიდე ერთი ძალიან საბედისწერო დაავადებით. ათაშანგი შემეყარა. რაღაც სურდო კი არა, ათაშანგი. ძლივს არ მოესწარი ამას, მაქვს სენი, რომელმაც უდიდესი ფრანგი მეფე, თვით ფრანსუა პირველი იმსხვერპლა. გულის სიამაყით მაქვს ახსილი და მძულს ყველა მესჩანი. ალილუია, მე მაქვს ათაშანგი. შესაბამისად აღარ მეშინია, რომ ის შემეყრება. წერს ის თავის მეგობარს ამ დროს. მისი პირველი წარმატების შედევრის, ასე ვთქვათ, ლიტერატურული შედევრის ფუნთუშას თავარი პერსონაჟიც იმ პროფესიის ადამიანია, სავარაუდოდ, ვინც გაამდიდრა გიდე მოპასანი, აი ამ სამეფო მისი აზრით სცენით, ხო, დაავადებით, ხო? ეს არის მეძავი ქალბატონი, რომელიც დილიჟანსით გზავრობს და აქ თავარი რა არის, რომ ეს როდესაც გადაეღობება მათ დილიჟანსს, რომელსაც ნორმანდია ქვია და ნორმანდიაში გაატარა მთელი ბავშვობა გიდე მოპასანმა, გადაეღობება ეს პრუსიული რაზმი და მათი მეთაური ისურვებს მოკლედ ამ ქალბატონს, მთელი ეკიპაჟი, ფრანგები ფაქტობრივად აიძულებენ ფუნთუშას, რომ დაწვეს ამ კაცთან. და მერე, როდესაც გზას გააგრძელებენ, ხო, გაკიცხავენ მას როგორც მოღალატეს. ფუნთუშა დაბეჭდამდე ფლობერმა არ წაიკითხა. უпроსტოდ ვერ წაიკითხა, იმიტომ რომ გიდე მოპასანმა არ აჩვენა მას ეს ნაწარმოები. როგორც ჩანს, ან დაუმალა,
ან რაღაც სურპრიზს უმზადებდა ამით, მაგრამ დიდად შეგირდის წარმატებით ვერ გაიხარა ფლობელმა, იმიტომ რომ ამავე წელს ის გარდაიცვალა. მაგრამ სანამდე გარდაიცვლებოდა ორი სამსახური გაუწია კიდე ძალიან მნიშვნელოვანი გიდე მოპასანს. პირველი რა, რომ ესე იგი ერთ-ერთი პოეტური კრებულის გამოცემის შემდეგ, რომელიც ამავე პერიოდში გამოდის, უჩივრეს გიდე მოპასანს სასამართლოში პორნოგრაფიის გავრცელების ბრალდებით და ესე იგი გამოეკომალა ფლობერი მას მთელი რიგი წერილები დაწერა მაშინდელ პერიოდულ ასე ვთქვათ გამოცემებში და მიაღწია იმას, რომ ეს სასამართლო არ ჩატარდა და გიდე მოპასანი მოკლედ გადაარჩინა. და საინტერესო რა არის, იქამდე თვითონ გუსტავ ფლობერსაც უჩივლეს მადამ ბოვარის დაწერის შემდეგ ზუსტად იგივე ბრალდებით და იქაც მან დაარწმუნა სასამართლო, რომ ის უდანაშაულა. წარმოიდგინე, როგორი უკიდეგანო ფემინისტური ნაწარმოებია. მადამ ბოვარი და ფუნტუშა, ხო, და პუმპულა, ხო. და მეორე სამსახური რაც გაუწია, ანდერძად დაუტოვა ოქროს რჩევა. საღამოს 5 საათიდან დილის 10 საათამდე დრო სრულად მუზას უნდა დაუთმო. ხელოვნებაში არსებობს მხოლოდ ერთი უღრევი პრინციპი. ხელოვანმა თავი უნდა გაწიროს ხელოვნებისთვის. სხვა შორის ეს ანდერძი შეისის ხორცა გიდე მოპასანა ფლობერის გარდაცვალების შემდეგ ის რაღაც პერიოდში ანებებს თავს ამ გართობებს და იწყებს წერას. ამან გამოიღო მართლაც საოცარი შედეგი მარტო 1885 წლის განმავლობაში, ერთი წლის განმავლობაში მან 1500 გვერდი დაწერა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო და თითქმის შეუსრულებელი მისია ისეთი ნაყოფიერი მწერლებისთვის, როგორც იყო თქვა დიკენსი, ჯუმა, ბალზაკი, რომელიც ძალიან ნაყოფიერი შემოქმედები იყვნენ, ხო? და ამავდროულად ის ხდება ერთ-ერთი ყველაზე მოდური მწერალი, აი ფლობერის გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთში და მერე უკვე პრინციპში ევროპაშიც. 1880-დან 90 წლამდე, აქაც 10 წელია ზუსტად, ხო? მან დაწერა 300-ზე მეტი ნოველა და მათ შორის მართლაც, ფუნტუშა თუ პუმპულა ცალკეა, მაგრამ ყელსაბამია, რაღაცა საოცარი ნაწარმოები. და თუ არა გაქვთ წაკითხული ძვირფასო ტელემაყურებელი, აუცილებლად წაიკითხეთ. ოჰენრის გაგახსენებთ მოულოდნელი ფინალით ნაწარმოები. დაწერა 6 რომანიო, თქვით, 6 რომანი და მათ შორის დაწერა წუთის სოფელი, რომელსაც ტოლსტოი თვლიდა განკიცხულის შემდეგ, ჰიუგოს განკიცხულის შემდეგ ყველაზე ფასეულ ფრანგულ ნაწარმოებად და დაწერა ლამაზი მეგობარი, რომელიც ფრანგული ლიტერატურის შედევრად არის. თუმცა რატომღაც აი კრიტიკულ სეგმენტში ძალიან ხშირად ამ პიერ და ჟანს ხო, ამას მაგრამ თვითონ უყვარდა ძალიან რა. რაღაცნაირად ამ პიერ და ჟანს მოწიფულია ეთქობა, არ ვიცი, ხო. ამ დროს მოკლედ ბევრ შოულობს, კიდე მოპასანი და ბევრსაც ხარჯავს, ანუ უხდიან და იხდის. დიდარია, მაგრამ ფულის ულაკლია. და ერთი უცნაური დაავადება ჰქონდა ათაშანგის გარდა კიდე. დიახ. მისი ურთიერთობა ეიფელის კოშკთან. ხო, ეს საოცარი ისტორიაა, ხო. აი, ძალიან უთხარი. ეს მოკლედ ეიფელის კოშკი რო დაიდგა ამ ელიტარულ საზოგადოებაში, მოკლედ ამან გამოიწვია ძალიან დიდი უკმაყოფილება და ერთ-ერთი აქტიური, ყველაზე აქტიური ამ შემთხვევაში იყო კიდე მოპასანი, რომელიც ყოველ დღე დადიოდა და ყავას სვამდა ეიფელის კოშკში, კოშკის ქვეშ. იყო კაფე. და რო კითხეს, თუ გეზიწყება ეს როგორ რატო აქ რატო ზიხარო? იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ადგილი, საიდანაც არ ჩანს ეიფელის კოშკი. არა, ფანტასტიკური ვერსია. ეს არის სასწაულია. ზუნავს დედაზე, ხდიერ დედაზე. დამბლა დაცემულ ძმაზე. და მეორე გარდაცვლილი ძმის რაღაც კაცური თვისებები. კი. საოცარი კაცი იყო, არც თავს არ იზღუდავს. არაფერში მამულებს ყიდულობს და რამოდენიმე იახტა იყიდა და ერთ-ერთი ყველაზე დიდს დაარქვა სწორედ ლამაზი მეგობრის სახელი. ლამაზი მეგობარი დაარქვა ამ იახტას. და პარალელურად მოკლედ მუშაობს და მუშაობს. წერას საყავს ატანელი, რასაც ქვია და როგორც ჩანს ამ ძიმე სამუშაო გრაფიკმა ამ ნარკოდამოკიდებულებამ სხვათა შორის პროგრესირებადმა ათაშანგმა ამ სამეფო მისი აზრით დაავადება და რაც მთავარია გენეტიკურმა ფონმა.
ესე იგი ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა მის ჯანმრთელობას და კონკრეტულად მის ფსიქიკას. საქმე ის არის, რომ დედამისი მთელი ცხოვრება თურმე უჩიოდა ნევროზს, ხოლო მისმა ძმამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დალია სული. 80-იანი წლების დასაწყისშივე წერენ, რომ რამოდენიმეჯერ დაკარგა მხედველობა და დაეწყო ჰალუცინაციები ამ პერიოდში. ყველაზე პრესტიჟული ფრანგული ლიტერატურული პრემიის ძმები კონკურების ლაურეატი არმან ლანუ წერს, რომ ხშირათო მას ეჩვენებოდა საკუთარივე აჩრდილიო დაძდოდა მას უკანა საოცრება და მისი განცდები, ეს ტკივილები, შიშები ასახოს პოვებს მის ნაწარმოებებში ბუნებრივია რა. სულ უფრო მხიბლავს შეშლილებზე, სიკვდილზე, უიმედობასა და სასუცარკვეთაზე წერა. მის წერს თავის მეგობარს, ცნობილ მწერალს ედმონ გონკურს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. მე მას მორცხვი ხარი შევარქვი, რადგან ხარივით სქელი, მოკლე და ძლიერი კისერი ჰქონდა. ვერ ვიხსენებ მასზე წინააღმდეგობრივ ადამიანს. ის საკუთარ თავთან ბრძოლას შეეწირა. ასე იგონებდა ედმონ გონკური კიდე მოპასანს. 91 წლიდან უკვე ძალიან გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც თავად წერს, ამ სამყაროდან ჩემიო ელვისებური გაქრობის ჟამი ახლოვდებაო, ხო, დგებაო და 92 წლის პირველივე დღეს დადგომთანავე 1 იანვარს ის მან სცადა თავის მოკლა. როგორც ერთ-ერთი ბიოგრაფი წერს, რომ გაქცეოდა თავისი ძმის ხვედრს, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ესე იგი გარდაიცვლება. მაგიდას მიუჯდა. უჯრა გამოსწია. იქიდან რევოლვერი ამოიღო. პირი დააფჩინა და ლულა პირში ჩაიდო. თითქოს მისი გადაყლაპვა უნდოდაო. რამოდენიმე წამს ასე იდგა, გაუმძრევლად. თითი სასხლეთზე ეჭირა. კიდე მოპასანი, მესიე პარანი. აი ამ კრებულის გამოსვლიდან 6 წლის შემდეგ თავისი ლიტერატურული პერსონაჟის მსგავსად ავტორიც ცდილობს რომ დაიხალოს სუბსიტყვია, მაგრამ ამას ვერ ახერხებს, იმიტომ რომ წინა დღით მსახურებმა ამოაცალეს მას ვაზნები რევოლვერიდან და რატო ამოაცალეს? რამოდენიმე დღით ადრე თურმე მოეჩვენა მას რომ ძარცველებია სახლში და დაიწყო ესე მისამართოდ სროლა და მოკლედ ამის შემდეგ მას ტყუები გადაუმალეს. მიხვდა რა რომ რევოლვერით ამას ვერ შეძლებდა. დასტაცა თურმე ხელი ქაღალდის საჭრელ დანას და დაირტყა თურმე ყელში. ხელში, ხო, ყელში და მაგრამ ხო ახსენეთ კონკურის ასე ვთქვათ მეცახელი, მას საოცარი ხელი და ესე ძლიერი კისერი ჰქონდა, უბრალოდ გაეჭხაპნა, ეგ იყო და ეგ და მერე მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა მას. მეორე დილას დაიბარა მსახურები და უთხრა რომ მოკლედ ომი იწყებაო, ეხლა უნდა შევიარაღდეთ და უნდა ვეკვეთოთ მტერსო და ამის სანაცვლოდ მას ეკვეთნენ თვითონ ექიმები, წაიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც მალევე, ესე იგი, ტვინის დამბლით გარდაიცვალა ის. როგორც წერენ, მისი უკანასკნელი სიტყვა იყო წვდიადიო, წვდიადი მიახლოვდებაო. მე ჩავიდინე ყველა ამ ქვეყნიური ცოდვა. მაგრამ ვერც ერთმა ვერ მომანიჭა სიამოვნებაო. ასე აწერია მონპარნასის სასაფლაოზე მის განსასვენებელს სასულიერო სემინარიდანაც ამის გამო გამოაგდეს ვაშოს ლექსი დაწერა ჯერ კიდე არასრულწლოვან რომ მე არ მომზადო რომ ამ ქვეყნიური სიამოვნება გავცვალო 64-ის საშუალო. მისი იახტა ლამაზი მეგობარი ერთმა მდიდარმა ფრანგმა იყიდა და წაშალა მე მოკლედ ყველანაირი კვალი. სახელით შეუცვალა იახტას შეცვალა. როგორც ხდება, ხო? და ასე აღესრულა ადამიანი, რომელიც სიყვარულის ნაცვლად ეძებდა სიამოვნებას. იქამდე საერთოდ არ შეიშალა ამ შეშლილ სამყაროში. ოთხმოცდაოთხი წლის წინ ბრიტანელმა მწერალმა ვირჯინია ვულფმა თავი მოიკლა. 1941 წლის 28 მარტს მან ქმარს წერილი დაუდოვა, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებას უჩიოდა და დასცენდა. ამჯერად ვერ გამოვჯანმრთელდები.
შემდეგ ის თავის სახლთან ახლოს მდებარე მდინარე ოუსისკენ წავიდა და ლეონარდ ვულფმა, რომელიც შემთხვევის ადგილისკენ მალევე გაიქცა, წყალში მხოლოდ მწერლის ხელჯოხი აღმოაჩინა. თუ ვინმე ფემინიზმის, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ეგრეთ წოდებული თავისუფალი სიყვარულის შესახებ ახლა ასე პოპულარული დებატების მაგალითს ეძებს, მწერლის ბიოგრაფია იდეალურია. სანამ მსოფლიო იმაზე კამათობდა, შეეძლო თუ არა ქალებს ხმის მიცემა, ის იმ თითზე ჩამოსათვლელ მწერლებს შორის აღმოჩნდა, ვინც საარსებო წყაროს ლიტერატურული მოღვაწეობით მოიპოვებდა. ღიად აჩაღებდა სასიყვარულო ურთიერთობებს ქალებთან და ექსპერიმენტულ რომანებს საკუთარ სტამბაში აქვეყნებდა. ნათესავებისა და მეგობრების უეცარმა გარდაცვალებამ მწერალს არაერთხელ ადგინა გული. დედის გარდაცვალების შემდეგ ვირჯინიას ნერვული აშლილობა დაემართა. შემდეგ ის იხსენებდა, რომ დედის ხატება მოსვენებას არ აძლევდა მას მანამ, სანამ 1920-იანი წლების შუა პერიოდში რომანი შუქორისკენ არ დაწერა. მან დედამ მკვდრეთით აღადგინა, ამბობდა შემდეგ ვირჯინიას და ვანესა. 1904 წელს ვირჯინია ძმების მზრუნველობის ამარა დარჩა. ისინი ლონდონის ბოჰემურ რაიონში, ბლუმსბერიში ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად. კემბრიჯის კურსს დამთავრებულმა ტობიმ, რომელსაც ძველი მეგობრები ენატრებოდა, ხუთშაბათს საღამოობით სტუმრების მიღება ტრადიციად აქცია, რამაც ვირჯინიას ბევრი საინტერესო ნაცნობი შესძინა. მსოფლიოს კი ბლუმსბერის ჯგუფი, მხატვრების, მწერლებისა და ფილოსოფოსების ინტელექტუალური წრე, რომლის წევრებსაც ძირითადად მემარცხენე შეხედულებები და ვიქტორიანული საზოგადოების მიუღებლობა აერთიანებდათ. 1911 წელს მისი ძმის ტობის ტიფისგან გარდაცვალების შემდეგ ვირჯინია და მეორე ძმა ედრიანი სხვა სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად და ერთ-ერთი ოთახი ლეონარდ ვულფს მიაქირავეს, რომელიც ცეილონიდან ახალი დაბრუნებული იყო. 1 წლის შემდეგ მან ვირჯინიას ცოლობას თხოვა. ლეონარდს მწერალი მაშინვე არ დათანხმდა. წერილებში მან თავისი ორჭოფობა ახსნა იმით, რომ არ სურდა ასე უბრალოდ ძალიან ბედნიერი ყოფილიყო და ქორწინება პროფესიად ექცია. მისთვის კიდევ ერთი დაბრკოლება ლეონარდის ებრაული წარმომავლობა იყო. წერილებში ის მას ჯიბეკაფხეკელებრაელად მოიხსენიებს. კრიტიკოსები დღემდე კამათობენ, შეიძლება თუ არა მისი შეხედულებები ანტისემიტიზმად ჩაითვალოს. ბოლოს და ბოლოს ის ხომ გაჰყვა ლეონარდს და 1930-იან წლებში აშკარა ანტიფაშისტური პოზიციით გამოირჩეოდა. ქორწილის შემდეგ წყვილი ლიტერატურული ნაწარმოებებიდან მიღებული ჰონორარებით ცხოვრებას გეგმავდა, მაგრამ ვირჯინიას ფსიქიკური მდგომარეობა ელვის სისწრაფით უარესდებოდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ შფოთვა გაუმძაფრა. ის საავადმყოფოში დააწვინეს. მწერალმა საძილეაბების დიდი დოზა მიიღო და ძლივს გადაარჩინეს. მალევე წყვილი შედარებით მშვიდ რიჩმონდში დასახლდა, რათა როგორც ლეონარდი ამბობდა, ვირჯინია ლონდონისგან და დედაქალაქის ცხოვრების დამანგრეველი დეზორიენტაციისგან ეხსნა. ლეონარდ ვულფი დიდი ხანია გეგმავდა სხვენში საბეჭდი დასგის განთავსებას. ვირჯინიას ყურადღება სამუშაოსგან ცოტათი სხვა საქმეზე რომ გადაეტანა. 1917 წელს ვირჯინიამ და ლეონარდმა მათ მიერ დაწერილი 2 მოთხრობის პირველი ტირაჟი დაბეჭდეს. სტამბის წყალობით ვულფების ოჯახმა ახალი საინტერესო ნაცნობები გაიჩინა. გამოაქვეყნა მაგალითად ტომას ტერნს ელიოტის ლექსების ახალი კრებული, ასევე ზიგმუნდ ფროიდის ნაწარმოებების თარგმანები. რომანისტი როზამონდ ლემანი ვირჯინიას შესახებ წერდა. ის მაღალი და გამხდარი იყო, ინტელექტუალური სილამაზე, საოცრად მოხდენილი ხელები და დიდი მელანქოლიური თვალები ჰქონდა. მისი საუბრები სავსე იყო მოგონებებით, ჭორებით, ექსტრავაგანტურად უცნაური ფიქრებით და წიგნებისა და ნახატების შესახებ სერიოზული კრიტიკული შეფასებებით. ვირჯინია ვულფის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფემინისტურ ესსეს ჰქვია საკუთარი ოთახი. მასში მან ახლა უკვე ცნობილი ფორმულა ჩამოაყალიბა. ყველა ქალს თუ წერას აპირებს, უნდა ჰქონდეს საკუთარი სახსრები და ოთახი. მას მიაჩნდა, რომ ქალებს მწერლის კარიერის აწყობაში რაიმე მოზღვავებული პრობლემები ან ნიჭის ნაკლებობა კი არ უშლის ხელს, არამედ ძალიან ყოფითი რამეები, განათლებაზე ცუდი წვდომა, სხვაზე დამოკიდებულება და საზოგადოების, ოჯახისა და სახელმწიფოს წინააღმდეგობის მიუხედავად მოქმედების მუდმივი აუცილებლობა.
თავად ვირჯინიას საუნივერსიტეტო განათლება არ მიუღია. სანამ მისი ძმები პრესტიჟულ სკოლებში და კი ხელოვნების კოლეჯში სწავლობდა, ვირჯინია ძველ ბერძნულს უსისტემოდ ითვისებდა და ბევრს კითხულობდა. შესაძლოა ნაწილობრივ ამის გამოც თავის სტატიებში ის ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაეინტერესებინა წიგნებით. როდესაც ვულფი რომანზე მუშაობდა, ის საწოლთან აუცილებლად დებდა ფანქარს და ფურცელს. ვულფების მზარეული იხსენებდა, რომ ზოგჯერ აბაზანაში მწოლიარე ვირჯინია ხმამაღლა იმეორებდა ღამით დაწერილ წინადადებებს, საკუთარ თავს კითხვებს უსვამდა და შემდეგ პასუხობდა მათ. მას პროვინციაში ცხოვრება არ მოსწონდა. 1924 წელს ლეონარდის წინააღმდეგობის მიუხედავად ვულფები ლონდონში დაბრუნდნენ. 1922 წლის დეკემბერში ვირჯინია შეხვდა მწერალს ვიტა საკვილ ვესტს. დღიურში ვულფის პირველი ჩანაწერები ვიტას შესახებ სრულიად არარომანტიკულია. ის წერდა მის ვულგარულობაზე, ულვაშებსა და ზედმეტად კაშკაშა ტანსაცმელზე. თუმცა მოულოდნელად ქალებს შორის თავბრუ დამხვევმა სიყვარულმა იფეთქა. მოგვიანებით, როცა ვნება მინავდა, ვულფმა მოახერხა ვიტასადმი თავისი აღტაცება ლიტერატურულ სიბრტყეში გადაეტანა და დაწერა კომიკური ბიოგრაფია ორლანდო. საუკუნეების განმავლობაში განფენილი ისტორია ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ, რომელიც მე-16 და მე-20 საუკუნეებს შორის პერიოდში სქესის შეცვლას ახერხებს. რომანი ახლა საკმაოდ რთულად წასაკითხად გვეჩვენება, მაგრამ თანამედროვეებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. წერლობის კარიერაში პირველად ვულფმა გამოცემიდან მნიშვნელოვანი შემოსავალი მიიღო. ფსიქიკური აშლილობა კი პროგრესირებდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებით მისი განცდები ფიზიკურად ცხადი გახდა. ვირჯინიას და ლეონარდს არამხოლოდ საჰაერო თავდასხმები, არამედ ნაცისტური ოკუპაციაც აშფოთებდათ. ლეონარდი ებრაელი იყო, ორივე კი მემარცხენე ინტელექტუალი. ისინი სიცოცხლის დასრულების შესაძლებლობას ღიად განიხილავდნენ. მას აღარ შეეძლო წერა, ყველაფერი ომის ხმაურმა და მის შესახებ ახალი ამბების მოლოდინმა ჩაახშო. მან თავი 28 მარტს მოიკლა. ჯიბეში ქვები ჩაიწყო და მდინარეში გადახდა. არ უნდოდა ცხედარი აღმოეჩინათ, თუმცა 3 კვირის შემდეგ მაინც იპოვეს. სიკვდილის წინ დაწერილ წერილში ვირჯინიამ ლეონარდს ყველა მისი ნაწერის თუ ჩანაწერის განადგურებას თხოვა, თუმცა ლეონარდმა ეს თხოვნა არ შეუსრულა. ვულფმა დარჩენილი ცხოვრება მისი სტატიების, დღიურებისა და წერილების შეგროვებასა და გამოქვეყნებას მიუძღვნა, რითაც აჩვენა, რომ გამონათქვამები დიდი მამაკაცის უკან აუცილებლად ერთგული ქალი დგას, ყოველთვის სიმართლეს არ შეესაბამება. ზოგჯერ პირიქითაც ხდება. მაშასე ნახეთ საფრანგეთის, ნახეთ ჩიხობატონო ინგლისურენოვანი სამყაროსი, გერმანული, რუსული და ყველანაირი პრაქტიკულად ესეთი ვნებები, მაგრამ არანაკლებ დიდი ვნებების და დიდი ნიჭიერების ქვეყანა, როგორც ასე ვთქვათ, სამშობლო არის ჩვენი დედა სამშობლო საქართველო. რა თქმა უნდა. რომელსაც ბევრი ყავდა შეწირული ბევრ რამეში, მაგრამ ერთი აი არის რაღაცა სულ მახსენდება ნაპოლეონის ცნობილი სიტყვები, როცა დაიბარა ვატერლოოს ბრძოლის ერთ-ერთ მომენტში თავისი გვარდიელების მათ მიმართა, რომ იქო ნეისთან უნდა გახვიდეთო მარშალთან და მიეწოდოთ ამბავი, რომ აი იქიდან მოუაროს. ოღონდ იცოდეთ, რომ იქ მარტო ერთი ადამიანი თუ გაივლისო. ვინ არის მზად, რომ სიკვდილზე წავიდეს იმის გამო, რომ ქვეყნის ეს ამბავი გაიტანოს. 50-ვე გვარდიელმა გადმოვა. დიდი მადლობა ჩემო ლომებო, მაგრამ გიმეორებთ, ერთი მჭირდება, იმიტომ რომ იქ 50 ვერ გაივლისო. ვინ არის მზად? კიდევ და ამ დროს მოვარდა შეგრიკი და ამას უთხრა, რომ უკვე გვიან არისო, იმიტომ რომ გადაკეტესო იმათმაო ეს მხარეო და ვეღარ გახალთო ნეისთან. აი მაშინ ნაპოლეონს აქვს ნათქვამი, რომ დგება ცხოვრებაში მომენტი, როცა ჩვენგან ამ რაც არ უნდა ბევრი იყოს, მხოლოდ ერთი უნდა გამოვიდეს წინა პლანზე. აი ესეთი ერთი კი ბევრი ყავს, კიდე ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ რასაკვირველია, გამორიცხულია, რომ გალაქტიონ ტაბიძეზე
არაფერი ვთქვათ. ანუ ამ გადაცემის მეორე სერიას იხილავთ ერთ კვირაში, დგება ჟამი, როდესაც მოგზაურობიდან სამშობლოში უნდა დავბრუნდეთ და აი შემდეგ გადაცემაში ჩვენ დავბრუნდებით ამ დიდი მოგზაურობიდან. არ გემშვიდობებით, აი ამ დიდებული პიროვნების ნაკვალებზე მოვფუტუნობთ.